ბრიტანეთში ტრადიციულ პარტიებს ახალი პოლიტიკური ძალები ანაცვლებს. განხეთქილების ვაშლი თურქეთსა და ისრაელს შორის. კანონი deepfake-ის შესახებ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი არჩევნების შედეგები საყოველთაო მსჯელობის საგანი გახდა. ჩვეულებრივ ადგილობრივი არჩევნები მსოფლიო მედიას მაინც და მაინც არ აინტერესებს ხოლმე, მაგრამ ეს არჩევნები მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის იყო. პირველად ბრიტანეთის ისტორიაში ახალ შექმნილმა ულტრამემარჯვენე პარტიამ ორი ტრადიციული პარტია კონსერვატორები და ლეიბორისტები შთამბეჭდავად დაამარცხა. მთლიანად 1600 დეპუტატი უნდა არჩეულიყო. ამ 1600 ადგილიდან ულტრამემარჯვენეებმა 676, კონსერვატორებმა 317 და ლეიბორისტებმა 99 ადგილი მიიღეს. შედეგებიდან გამომდინარე, ულტრამემარჯვენე პარტიამ ორივე ძველი პოლიტიკური ძალა შორს ჩამოიტოვა. ულტრამემარჯვენე პარტია სახელწოდებით Reform UK მხოლოდ 2018 წლიდან არსებობს. ეს პარტია შეიქმნა როგორც Brexit-ის პოლიტიკური ძალა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. პარტიის წარმატებაში დიდი წვლილი მის ქარიზმატულ ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს მიუძღვის. ის გამუდმებით აკრიტიკებს როგორც ბრიუსელს, ისე ბრიტანეთის establishments მათი მეინსტრიმული პოლიტიკის გამო. ამ მეინსტრიმული პოლიტიკით უკმაყოფილო მოსახლეობას მთლიანად უჭერს მხარს ამ პარტიის იდეოლოგიას. ბრიტანეთის მოსახლეობა გაბრაზებულია ქვეყნის პოლიტიკურ establishment-ზე. მათი აზრით, პოლიტიკური ელიტა ყურად არიღებს უბრალო ხალხის პრობლემებს. ამ დროს პრობლემები ბლომად დაგროვდა. ყველაზე მეტად მოსახლეობას ცხოვრების გაძვირება, უმუშევრობის ზრდა, ფასების მატება და ინფლაცია აწუხებს, მაგრამ ყველაზე მტკივნეულად მაინც მიგრანტების მოზღვავებაზე რეაგირებს. მიგრანტების რიცხვი კი ყოველწლიურად მატულობს. პოლიტიკური ელიტა გაუთავებლად პირდება მოსახლეობას ამ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ფაქტები სხვაგვარად მეტყველებს. მთავრობები იცვლება, პრობლემები კი ისევ გადაუჭრელი რჩება. დასავლეთის მოსახლეობაში ზოგადად გაჩნდა ისეთი შეგრძნება, რომ პოლიტიკურ ელიტას არ სურს ამ პრობლემების გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ სჯის ამომრჩეველი ელიტას და ხმას აძლევს არა მეინსტრიმულ პარტიებს. ულტრამემარჯვენეებმა ეს არჩევნები კი მოიგეს, მაგრამ ქვეყნის სათავეში მოსასვლელად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. დიდ ბრიტანეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2029 წლამდე არ ჩატარდება. ამიტომ ულტრამემარჯვენეებს და მათ ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს დიდძალი სამუშაო აქვთ გასაკეთებელი. პირველ რიგში თავიანთი პოლიტიკის არსის ხალხამდე მიტანა, შემდეგ აქტიური და ეფექტური მონაწილეობა როგორც ევროპულ, ისე ბრიტანულ პოლიტიკაში. როგორც გაერთიანებული სამეფოს მასმედიამ განაცხადა, ტრადიციული პარტიები ერთმანეთს ისე დაემსგავსნენ, რომ ვეღარც კი გაარჩევ რომელია. ამიტომ მიიჩნია ამომრჩეველმა, რომ დემოკრატიის გაჯანსაღებას არა მეინსტრიმული პარტიების სიმრავლე სჭირდება. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიზეზი კი სირიის სამხედრო ძალებსა და სირიაში მცხოვრები დრუზების ეთნიკურ უმცირესობას შორის შეტაკება გახდა, რომელიც 4 დღეს გაგრძელდა. დაპირისპირებას 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. მოგეხსენებათ, სირია მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა, რომელიც სამოქალაქო ომმა დააკუცმაცა. ეთნიკურ ჯგუფებს თავთავიანთი სამხედრო ძალები ჰყავს, რომელიც წინათ კოორდინირებულად მოქმედებდა ასათის რეჟიმის წინააღმდეგ. ახლა კი ძალაუფლებაში მოსულმა სირიის ახალმა ლიდერმა ალ-შარამ ამ
ავტონომიურ სამხედრო დანაყოფებს იარაღის ჩაბარება მოთხოვა, რაზეც ეთნიკურმა უმცირესობებმა უარი განაცხადა. ისინი ქვეყნის ფედერალურ წყობაზე გადასვლასა და თავიანთვის ფართო ავტონომიას ითხოვენ, რასაც ალ-შარა სასტიკად ეწინააღმდეგება. შექმნილი ვითარების გამო ალავიტებთან, ქურთებთან და სირიელ ქრისტიანებთან უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა. ამ სისხლიანმა დაპირისპირებამ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. ეთნოწმენდის შემაჩერებელი კი არავინაა. მსოფლიოს ახლა სირიისთვის არც ძალია. სულ სხვანაირად დგას დრუზების საკითხი. დრუზები სირიის გარდა ისრაელშიც ცხოვრობენ. ეს ერთადერთი მუსლიმური ეთნოსია, რომელიც ისრაელის საზოგადოებაში კარგადაა ინტეგრირებული. უფრო მეტიც, ისრაელის არმიაში დრუზების პატარა დანაყოფები არსებობს. სწორედ ამიტომ ისრაელი სირიელი დრუზების გასაჭირს სასწრაფოდ გამოეხმაურა. ისრაელის ავიაციამ სირიის სამხედრო ობიექტები დაბომბა. ასევე დაიბომბა დამასკოს შემოგარენით, სადაც სირიის მეთაურის სასახლე მდებარეობს. ისრაელის მოსაზღვრე სირიის სამხრეთ ნაწილში კი ისრაელის სახმელეთო ძალები შევიდა. ისრაელის მთავრობა სურს ისრაელ სირიის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხო ბუფერული ზონა შეიქმნას, რაც ძალიან აღიზიანებს თურქეთის მთავრობას. საქმე იქამდე მივიდა, რომ თურქეთის ავიაციამ ისრაელის ავიაციას დამასკოზე იერიშის მიტანაში ხელი შეუშალა. გაჩნდა ისრაელსა და თურქეთს შორის შეტაკების საშიშროება, მაგრამ როგორც დასავლეთის მასმედია იუწყება, ნეტანიაჰუმ მდგომარეობა არ გაამწვავა და თავის სამხედრო ავიაციას უკან დაბრუნება უბრძანა. თუმცა რამდენიმე დღეში დიპლომატიურ დონეზე ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაინც გამწვავდა. თურქეთმა ნეტანიაჰუს პირად თვითმფრინავს, რომელშიც ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მიმავალი ნეტანიაჰუ იმყოფებოდა, თურქეთის სივრცეში შესვლის უფლება არ მისცა. ბოლოს და ბოლოს ბიბის ბაქოში ვიზიტის გადადება მოუწია. როგორც ჩანს, ამ ინციდენტით ეს დაძაბულობა ვერ ამოიწურება, რადგან დაძაბულობის მიზეზი მხოლოდ დრუზების პრობლემა არაა. ეს ორი ქვეყანა სირიის მომავალს სხვადასხვანაირად ჭვრეტს. თურქეთს ძლიერი პროთურქული სირია სურს. ისრაელს კი ასეთი სირია საფრთხეს უქმნის. მისი სურვილია სირია ფედერალური მმართველობის ქვეყანა იყოს, სადაც ერთი ძალა სხვა ძალებზე არ დომინირებს. სწორედ ეს უთანხმოება იწვევს ამ ორ ქვეყანას შორის ასეთ დაძაბულობას. თან არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობაზე წასვლას. ორივე მიცის, რომ მსოფლიოს კერძო დასავლეთს ახლა სირიისთვის არ ცხელა. მეორე მხრივ არც ერთ მხარეს არ სურს დაძაბულობის კონფლიქტში გადაზრდა. ორივე დასავლეთის მოკავშირეა. კონფლიქტი კი დასავლეთთან ორივე მხარეს გაუფუჭებს ურთიერთობას. შესაბამისად, ორივე ლიდერი ცდილობს აქტიური დიპლომატიური სვლებით დაძაბულობის შეჩერებას. ორივე ლიდერმა მომრიგებლად ამერიკის პრეზიდენტი აირჩია. ცნობილია, რომ ორივე მათგანს დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. საუბრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მასმედიაში კი ტრამპის ზოგადი დადებითი კომენტარებია ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. მოვიცადოთ და ვნახოთ მოვლენათა შემდგომი განვითარება თუ განმუხტავს სიტუაციას. ხელოვნური ინტელექტის გაჩენას დიდი პრობლემების გაჩენაც მოჰყვა. ერთ-ერთ ასეთ პრობლემას deepfake-ი ეწოდა. ესაა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი ვიდეო პროდუქტი ადამიანის გარეგნობის, სხეულის მოძრაობის, ლაპარაკის მანერისა და მიმიკის შესახებ. ასეთ ციფრულ ტექნოლოგიაზე წვდომა წინათ მხოლოდ კინოინდუსტრიას ჰქონდა. დღეს კი ყველა შეუძლია მისი გამოყენება. deepfake-ის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მსახიობი ემა უოტსონია, რომლის ციფრული თვითმარქვია სხვადასხვა პორნო საიტზე გავრცელდა. ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ სექსუალური ხასიათის შანტაჟს მიიჩნევენ. ასეთივე შანტაჟის მსხვერპლი გახდა მომღერალი ტეილორ სვიფტიც. ისინი ვარსკვლავები არიან
და ასეთ კონტენტს ადვილად აბლოკინებენ ინტერნეტ პროვაიდერებს. Შეულებრივი ადამიანისთვის კი ასეთი მასალის წაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია. იგივე ხდებოდა ამერიკაშიც, სანამ კონგრესმა არ მიიღო კანონი სახელწოდებით Take It Down Act. ამ კანონის თანახმად, ვინც სოციალურ სივრცეში თავის ნებაზე განათავსებს სხვის ინტიმურ სურათს ან ვიდეოს, დიდი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თან მნიშვნელობა არ აქვს, ვისი გადაღებულია ვიდეო ან ხელოვნური ინტელექტით თუა შექმნილი. საჯარო ფორუმების, ვებსაიტებისა და სხვა ონლაინ პლატფორმების ადმინისტრაციებს კი 48 საათის განმავლობაში ასეთი კონტენტის გადამოწმება და ამ სურათების ან ვიდეო მასალის წაშლა მოეთხოვებათ. ამ კანონის მთავარი ინიციატორები ორი ტინეიჯერი გოგონა გახლავთ. 2023 წელს 14 წლის ტეხასელმა ელისტონ ბერიმ და 15 წლის ნიუ-ჯერსელმა ფრანჩესკა მანიმ შეიტყვეს, რომ მათმა თანაკლასელებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მათი გამოსახულებით პორნო დიპფეიკი შექმნეს. როცა ბერიმ და მანიმ სურათების და ვიდეოების წაშლა და მათი შემქმნელების დასჯა სცადეს, აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ კანონი არ არსებობს. ვებსაიტის ადმინისტრაციამ ამ კონტენტის წაშლაზე უარი თქვა. სკოლის ადმინისტრაციამ და საზოგადოებამ პრობლემაზე დუმილი არჩია. ორი მამაცი ტინეიჯერი გოგო კი დანებებას არ აპირებდა. ტეხასელმა გოგონამ სენატორ ტედ კრუზს თხოვა დახმარება, რომელმაც ყურად იღო ბავშვის ჩივილი და შესაბამის კანონპროექტზე დაიწყო მუშაობა. ტედ კრუზის დახმარებით ეს ამბავი დაწყებული პირველი ლედით და დამთავრებული მასმედიით ყველამ გაიგო და მომავალ საკანონმდებლო აქტს მხარი დაუჭირა. კანონს პირადად მელანია ტრამპი ლობირებდა. ის ორივე პარტიის რამდენიმე კონგრესმენს შეხვდა. აპრილის ბოლოს კონგრესის ორივე პალატამ თითქმის ყველა წევრის თანხმობით კანონი მიიღო. პირველმა ლედიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა: მადლობას ვუხდი კონგრესის ორივე პალატის წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს ჩვენი ახალგაზრდების კეთილდღეობის დაცვას. მივესალმები ასეთ სულისკვეთებას. ეს ორპარტიული თანხმობა მძლავრი განაცხადია. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენ ყველა ვდგავართ ჩვენი შვილების ღირსებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალი კანონი გააკრიტიკა. სიტყვის თავისუფლებისა და ციფრული უფლებების დამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ზოგადია და შესაძლოა კანონიერი სურათების, მათ შორის ლეგალური პორნოგრაფიისა და LGBT კონტენტის ცენზურა გამოიწვიოს. ზოგი კი შიშობს, რომ ამ კანონით შეიძლება მთავრობის კრიტიკოსების ვიდეოები დაიბლოკოს. კანონპროექტს თავიდან სოციმედიის კომპანიებიც არ უჭერდნენ მხარს. მათ ეშინოდათ, რომ ასეთი კონტენტის განთავსებისას ისინი დაისჯებოდნენ. ამიტომ კონგრესმა კანონში შესწორება შეიტანა. ამიერიდან დაისჯება მხოლოდ ის პირი, ვინც ასეთ ვიდეოს ან ფოტოს განათავსებს. დაზარალებული გოგონები ძალიან კმაყოფილნი არიან კანონის გამოსვლით. ასე თქვეს, ამ კანონის მიღება ჩვენი ღირსების აღდგენას ნიშნავსო. სამხრეთ და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე პაკისტანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის შექმნის მიზეზი და წინაპირობა მუსლიმანური რწმენა იყო. 1947 წელს ბრიტანეთის იმპერიიდან ინდოეთის გამოყოფის შედეგად ორი ქვეყანა წარმოიშვა: მუსლიმანური პაკისტანი და ინდოეთი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პაკისტანი მეექვსე ქვეყანაა მსოფლიოში თავისი 240 მილიონი მცხოვრებით. ადამიანების უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. პოლიტიკური წყობით საპარლამენტო სახელმწიფოა, თუმცა ქვეყნის ელიტას სამხედრო პირები წარმოადგენენ. ამიტომ პაკისტანში ხშირად ხდება ხოლმე სამხედრო გადატრიალება. გენერალიტეტს დიდი გავლენა აქვს ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ყოფაზე. დღეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი 73 წლის შეჰბაზ შარიფია.
ის პენჯაბის პროვინციის დედაქალაქ ლაჰორში დაიბადა. შარიფების დიდი ოჯახი პაკისტანის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტას მიეკუთვნება. შეჰბაზის მამა მუჰამედ შარიფი მრავალი კომპანიის მფლობელი ბიზნესმენი იყო. შეჰბაზს ორი ძმა ჰყავდა, ორივე ცნობილი პოლიტიკოსი. ერთ-ერთი ძმა აბას შარიფი ნაადრევად გარდაიცვალა. მეორე ნავაზ შარიფი კი სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ოჯახი წარმოშობით ქაშმირიდანაა, მაგრამ ბრიტანულ-ინდური გაყოფის დროს ლაჰორში გადავიდა საცხოვრებლად. შეჰბაზმა უმაღლესი სასწავლებელი ეკონომიკის განხრით დაამთავრა. ბაკალავრის წოდება რომ მოიპოვა, ოჯახის კომპანიაში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით მამამ შეჰბაზს ფოლადის გადამამუშავებელი ქარხანა გადასცა მფლობელობაში. 1985 წელს შეჰბაზი პენჯაბის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. მალე იგი თავისი ძმის მიერ დაარსებულ პარტიაში მუსლიმთა ლიგაში გაწევრიანდა და ამ პარტიის საარჩევნო სიით პენჯაბის პარლამენტის წევრად აირჩიეს. 1990 წელს მუსლიმთა ლიგამ პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ნავაზ შარიფი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზი კი ქვეყნის პარლამენტის წევრი გახდა. 1997 წელს შეჰბაზმა პენჯაბის პროვინციის პარლამენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დამაჯერებლად მოიგო და პენჯაბის პროვინციის გუბერნატორი გახდა. პენჯაბის პროვინცია პაკისტანის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 60% ცხოვრობს. ამიტომ პენჯაბის გუბერნატორს დიდი გავლენა აქვს ეროვნულ პოლიტიკაზე. 1999 წელს პაკისტანში გენერალმა პერვეზ მუშარაფმა სამხედრო გადატრიალება მოაწყო და მთელი მთავრობა დაიჭირა. დაიჭირეს შეჰბაზის მთელი ოჯახი მისი ჩათვლით. მოგვიანებით საუდის არაბეთის შარევით გენერალმა მუშარაფმა შარიფების ოჯახის ყველა წევრი გაათავისუფლა, მაგრამ ქვეყნიდან გააძევა. 2007 წელს პაკისტანის ხელმძღვანელობამ შარიფების ოჯახის წევრებს ქვეყანაში დაბრუნების ნება დართო. ერთი წლის შემდეგ შეჰბაზ შარიფი კვლავ აირჩიეს პენჯაბის პროვინციის გუბერნატორად და ეს თანამდებობა მას 2018 წლამდე ეკავა. შეჰბაზმა ამ პოსტზე ეფექტური მენეჯერის რეპუტაცია მოიპოვა. მისი გუბერნატორობის დროს პენჯაბში მრავალი რეფორმა გატარდა. მისი თაოსნობით პენჯაბში ბევრი უფასო სკოლა გაიხსნა. მცირე ბიზნესის დასახმარებლად უპროცენტო კრედიტები გაიცა. კრიმინალთან ბრძოლისთვის სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა ჩატარდა და არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მანამდე პაკისტანის არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუნარჩუნებია ამდენი ხნით ეს თანამდებობა. 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში მუსლიმთა ლიგა ნავაზ შარიფის ლიდერობით დამარცხდა. არჩევნებში იმრან ხანმა გაიმარჯვა და ქვეყნის მეთაურობა გაინაღდა. ნავაზ შარიფმა პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა. მუსლიმთა ლიგამ თავის ახალ ლიდერად ნავაზ შარიფის ძმა შეჰბაზ შარიფი აირჩია, რომელიც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში და იმრან ხანის მწვავე კრიტიკოსი გახდა. 2020 წელს კორუფციის ბრალდებით შეჰბაზ შარიფი დააპატიმრეს, თუმცა 7 თვის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან სასამართლომ დამნაშავედ არ სცნო. როგორც თავად აღნიშნა, მისი დაპატიმრება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ამ პერიოდში პაკისტანში პოლიტიკურმა კრიზისმა იჩინა თავი. პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი პაკისტანის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს კერძოდ გენერალიტეტს დაუპირისპირდა. დაძაბულობის მიზეზი პაკისტანის საგარეო პოლიტიკის ვექტორის შეცვლა იყო. იმრან ხანმა ანტიამერიკული პოლიტიკის გატარება და ჩინეთთან დაახლოება დაიწყო. პაკისტანის ელიტა კი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან ამერიკისგან მილიარდობით დახმარებას იღებდა. 2022 წლის მარტში შეჰბაზ შარიფმა და მისმა პარტიამ იმრან ხანის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო. აპრილში პარლამენტმა საჩივარი დააკმაყოფილა და იმრან ხანი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაირჩია. იმავე დღეს პარლამენტმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრად
ოპოზიციის ლიდერი შეჰბაზ შარიფი აირჩია. ასე გახდა შეჰბაზ შარიფი პაკისტანის მე-20 პრემიერი. იმრან ხანმა და მისმა პარტიამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და მასობრივი საპროტესტო ტალღა ააგორა. ერთ წელიწადში ამ პროტესტის საპასუხოდ პაკისტანის მთავრობამ იმრან ხანი დააკავა და მის პარტიას პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალა. შეჰბაზ შარიფმა პარლამენტი დაითხოვა და 2024 წლის თებერვალში რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნებს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან იმრან ხანის პარტია აკრძალული იყო. არჩევნებში შარიფების მუსლიმთა ლიგამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ შეჰბაზ შარიფმა ბენაზირ ბჰუტოს დაარსებულ სახალხო პარტიასთან სამთავრობო კოალიცია შექმნა. 2024 წლის 3 მარტს შეჰბაზ შარიფი პარლამენტმა მეორეჯერ დაამტკიცა პაკისტანის პრემიერ-მინისტრად. პოლიტიკოსმა თავისი მთავრობის მთავარ ამოცანად ეკონომიკის გაძლიერება და ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება დაასახელა. პაკისტანში 10 წლეულზე მეტია, რაც ეკონომიკური კრიზისია, ამიტომ პაკისტანს უცხოური ინვესტიციები ჰაერივით სჭირდება. ქვეყანას ფინანსურად ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეხმარება. პირადად შეჰბაზ შარიფის დამსახურებაა, რომ სავალუტო ფონდმა პაკისტანს 3 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. ასევე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად პაკისტანის ხელმძღვანელობამ არაპოპულარულ ხერხებს მიმართა. სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები გაუნახევრა და სოციალური დახმარება შეკვეცა. საგარეო პოლიტიკაში შარიფის კაბინეტის მთავარი გამოწვევა ინდოეთთან დაპირისპირებაა. პაკისტანის ხელმძღვანელობას არ სურს ინდოეთთან კონფლიქტის გამწვავება, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის ერთმანეთის მიმართ ისეთი მტრული განწყობა სუფევს, რომ პატარა ინციდენტიც კი ომის საშიშროებას იწვევს. შეჰბაზ შარიფი ორჯერ იყო ქორწინებაში. ახლა მისი მეუღლე პაკისტანის ცნობილი მხატვარი და მწერალი ტეჰმინე დურანია. შეჰბაზ შარიფს 4 შვილი ჰყავს. დღეს ასე დავამთავრებ, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.